დიკ ჩეინი, კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვიცე-პრეზიდენტი და ერაყში შეჭრის მთავარი მხარდამჭერი იყო, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვფიქრობ, რომ მთავრობაში, კონგრესსა და ბიზნესში ყოფნის ამ ათწლეულების განმავლობაში ის უპირველეს ყოვლისა 2003 წლის ერაყის ომით დაამახსოვრდებათ, რომელიც ერთი მხრივ ამერიკული ძალაუფლების მწვერვალი იყო, მეორე მხრივ კი მისი დაცემა. ირონიულია, რომ შემდგომ წლებში დიკ ჩეინი დონალდ ტრამპის ხმამაღალი კრიტიკოსი გახდა და მას ამერიკული სისტემის ნგრევას შედანაშაულებდა. დიკ ჩეინმა არაერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები, თუმცა მისმა პოლიტიკურმა გავლენამ მწვერვალს 2001-2009 წლებში მიაღწია, როდესაც ჯორჯ ბუშ უმცროსის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. მას ბევრი მოიხსენიებდა როგორც ძალა კულისებში, ასევე ბევრის აზრით რეალურად ის უფრო მეტ გავლენას ფლობდა ვიდრე თავად პრეზიდენტი ბუში. დიკ ჩეინი ბოლო ათწლეულებში ალბათ ყველაზე საკამათო ვიცე-პრეზიდენტი იყო. It's tough, the same people that were singing his praises. არ ვიტყვი, რომ მის სიკვდილს მხარს უჭერდა გვიხარია, მაგრამ ნამდვილად არ ვართ ისეთი დამწუხრებულები, როგორც ამას სხვები გამოხატავენ. ის კონსერვატორის განსახიერება იყო. ისიც მისი მემკვიდრეობა დღემდე მოსდევს ვაიომინგსა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის დარბაზებს. ის ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვიცე-პრეზიდენტად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი უახლოესი წარსული, შეუძლებელია წაშალო ის, რაც ამ კაცმა გააკეთა ამ შტატისა და ამ ქვეყნისთვის და მისი საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში. ხუთჯერ გულის შეტევის გადატანის შემდეგ ჩეინი დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ნასესხები დროით ცხოვრობდა. 2013 წელს განაცხადა, რომ ყოველ დილით სახეზე ღიმილით იღვიძებდა და მადლიერი იყო კიდევ ერთი დღისთვის.